ჩემს დაკავებული იქნა პროფილ კასაძე, მას გავაცანი განჩინება, განუმარტე ტურის გამო იქნა დაკავებული კერძოდ 225 მოხდის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს სპორტული ძალადობის ორგანიზებას. Დალდებული გაეცნო განჩინებას, ასევე დაკავების აქვს, თუმცა გარკვეული მიზეზის გამო უარი განაცხადა ხელის მოწერაზე, შემდგომ ჩატარებული იქნა მისი პირადი შეხება, ასევე განჩინების საფუძველზე და ამოღებული იქნა ერთსალი მობილური ტელეფონი, რომელიც დაილუქა ადგილზე. ხოლო შემდგომ როგორც გითხარით, გადადებულა უცვლობის შემთხვევაში განჩინების გარეშე ვაწარმოეთ მისი მართვის შეშყოფი ავტომანქანის ჭხრეკა, რადგანაც არანაირი ნივთიერება არ ამოღებულა. ბატონო ივანე, თქვენ არ ვზანებულ ხართ იქ ნამდვილად, ეხლაც აი გამოჩნდა რომ იქ ჩემი მეგობარიც იყო, ესრებოდა და როდესაც შემოვიდნენ სხვა პიროვნება შემოვიდა მაშინ და შეკითხვის ფორმა რომ ისწრეთ ამ ყველაფერს. შეკითხვის ფორმა რომ ისწრეთ. ეხლა კი ბატონო. ხო და იქ ჩემი მეგობარი იყო, რომელსაც ხელი მოკიდა პირდაპირ და შენ ხარო ეფრია გასრაძე ვარ და ის ნამდვილად არ იყო და მე ვერ მიცნეს. ამიგეთ, თქვენ არ ყოფილხართ იქ და მივიღეთ შემდეგი შედეგი, კიდე ქიმიური ისინი არის ნივთიერების და იმის გათვალისწინება. ანუ 5 მინის ბოთლი, მათში მოთავსებული სითხე და მათში დამონტაჟებული ქსოვილის ნაჭრებით ერთობლივობაში არ წარმოადგენენ ასაფეთქებელ მოწყობილობას, ისინი წარმოადგენენ კუსტარული წესით დამზადებულ ცეცხლგამჩენ მოწყობილობას, სადაც ქსოვილის ნაჭრი იქნებოდა ფითილი, ბოთლში მოთავსებული სითხე სწრაფად აღალებადი საშუალება ცეცხლის გაჩენისათვის. 2 მინის ბოთლი, მათში მოთავსებული სითხე და ქსოვილის ნაჭრებით ერთობლივობაში არ წარმოადგენენ ასაფეთქებელ მოწყობილობას, ქსოვილის ნაჭრების მინის ბოთლზე დამონტაჟებით მივიღებთ კუსტარული წესით დამზადებულ ცეცხლგამჩენ მოწყობილობას, სადაც ქსოვილის ნაჭრები იქნება ფითილი და ბოთლში მოთავსებული სითხე სწრაფად აღალებადი ცეცხლის გაჩენის საშუალება. აღნიშნულ მოწყობილობის მოქმედებაში მოყვანა შესაძლოა გამოიწვიოს ადამიანის სხეულის მძიმე დაზიანება, სიცოცხლის მოსპო, ასევე აღალების შემდგომ მწვადი მასალაზე მოხვედრისას ხაზრის გაჩენა და ქონებრივი ზიანის გამოწვევა. 3 ცალი პოლიმერული მასალის მოცისფრო ბოთლი, მათში მოთავსებული სითხით არ წარმოადგენს ასაფეთქებელ მოწყობილობას და არც სწრაფად აღალებადი ცეცხლგამჩენ მოწყობილობას. 2 ცალი თუნუქის ქილა, 9 ცალი აეროზოლი, 2 ცალი პლასმასის ბოთლი, მათში მოთავსებული სითხით არ წარმოადგენენ ასაფეთქებელ მოწყობილობას და არც სწრაფად აღალებადი ცეცხლგამჩენ მოწყობილობას. თვითონ არა, პარკში უკვე ძნობოდა რომ გავხსენეთ. ანუ ძაფრი შეგვიძლია უწოდოთ. საერთაშორისო ქიმიკოსებს უნდა გითხრათ, ძაფრი იყო თუ ნაკლებად ძაფრი, ნივთიერებასთან დაკავშირებით ისინი მას მოწყობილობასთან მეგიპასუხებთ. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ წარმოადგინა ექსპერტიზის დასკვნაზე ხელმომწერი ექსპერტები. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით დადგინდება თითქოს რომ 4 დეკემბერს ზვია ცეცხლაძის საცხოვრებელი სახლიდან თითქოს ამოღებული ქილები, რომელშიც მოთავსებული იყო სხვადასხვა სახეობის სითხე, მათ შორის ბენზინი და ზეთის კონცენტრაცია, იყო ასაფეთქებელი მოწყობილობა, აალებადი მოწყობილობა უბრალოდ. მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ 4 დეკემბერს, როდესაც ჩატარდა ზვია ცეცხლაძის საცხოვრებელი სახლის შრეკა, მისი სახლიდან რეალურად არ ყოფილა ამოღებული ნივთები, რომელსაც ბრალდება მას ედავება. უფრო მეტიც, დაკითხულმა ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ ამ კონკრეტულ მოწყობილობებში და ამ ქილებში, ასე ვთქვათ, იყო სხვადასხვა ზომის და სხვადასხვა მოცულობის სითხე მოთავსებული, მაგრამ კონკრეტულად იყო თუ არა ეს აალებადი და მით უმეტეს ეს ქილები იყო თუ არა სავსე, ან რა დოზით და რა მოცულობით იყო მასში მოთავსებული აღნიშნული ნივთიერებები, ამასთან დაკავშირებით დეტალურად ჩვენ ვერ მოვისმინეთ პასუხი.